მამუკა მდინარაძეს დღეს მაიორის წოდება მიენიჭა. უგლოც ამას ამ წოდებას აი კარიერული წინსვლაც ამას ქვია. კობახიძემ მას 3 სექტემბერს ლეიტენანტის წოდება მიანიჭა, 23 ოქტომბერს უფროსი ლეიტენანტის, გუშინ 25 დეკემბერს ის კაპიტანი იყო, დღეს კი უკვე მაიორია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ადამიანმა მინიმუმ 3 წელი უნდა იმსახუროს კაპიტნად, რომ მაიორი გახდეს. თუმცა განსაკუთრებული დამსახურებებისთვის შეიძლება უფრო მალე მიენიჭოს ეს წოდება და რა განსაკუთრებული დამსახურებები ჰქონდა ნეტა მდინარაძეს გუშინ დღეს რომ უკვე მაიორი გახდა. ბაჭუ ახალაია დაიჭირა. მაგის წინ კიდე გრიგოლ ლილუაშვილი, ანუ თავისი წინამორბედი ხო და მიუხედავად იმისა, რომ ამ იერარქიაში ყველაზე მაღალი წოდება გენერალ პოლკოვნიკია, ამას ისეთი ტემპია გაღებული, გაზაფხულზე შეიძლება გენერალ სიმოსი გახდეს. ხო და იმ ხალხს, ვინც მთელი თქვენი ცხოვრება სტრუქტურებში ხართ, საქართველოს ემსახურებით, ომგამოვლილ ხალხს, ვინც ამ საფეხურებს მართლა სისხლით, ოფლით და რავი, ტანჯვით გადიოდით. რა რეაქცია გაქვთ ამ ყველაფერზე? არ გაუფასურდა თქვენთვის ეს წვალება, როცა ეხლა ამ წოდებებს ესე მარჯვნივ მარცხნივ არიგებენ. სამართლიანად თვლით ამ ყველაფერს, მართლა გულით მაინტერესებს.